გიფიქრია, რატომ არიან ზოგიერთები უფრო წარმატებულები, მშვიდები და უფრო თავდაჯერებულები. გიფიქრია, რა აქვთ მათ განსხვავებული? ფიქრობ ამაზე, ერთ-ერთი პასუხი ჩვევებია. დღეს ვისაუბრებთ 5 ჩვევაზე, რომელიც შენი ცხოვრების ხარისხს რადიკალურად შეცვლის. ეს არ არის ზედმეტად ბანალური რჩევები. არამედ ეს არის პრაქტიკული ნაბიჯები, რომელიც შეგიძლია ახლა გამოიყენო. ვიდეოს ბოლომდე უყურე, რადგან მეხუთე ჩვევა ყველაზე განსაკუთრებულია და მან შეიძლება სრულიად შეცვალოს შენი ცხოვრება, თუ სწორედ გამოიყენებ. მაშასე, მოდი დავიწყოთ და პირველ ჩვევას ვეძახი წერტილების დასმას. დაუსრულებელი საქმეები ჩვენი გონებისთვის ზედმეტი ტვირთია. როცა რამეს იწყებ და არ ამთავრებ, შენი ქვეცნობიერი ფიქრობს, რომ ეს საქმე ჯერ კიდევ ღიაა და შესაბამისად დაუსრულებელი საქმე შენს შფოთვას იწვევს. მაგალითად, რამდენჯერ გქონია გეგმა, რომ წიგნი დაგესრულებინა, მაგრამ მერე მიგიტოვებია. ან როდესაც რაიმე პროექტი დაწყებული გაქვს, მაგრამ ბოლომდე არ მიგიყვანია. ესეთი გადადებული საქმეები კი ძალიან დიდ ენერგიას გვართმევს. რადგან გვახსენდება ის, მე ვფიქრობთ ამაზე და ზოგჯერ საკუთარ თავს ძალიან მკაცრად ვუდგებით, რადგან ეს საქმე ბოლომდე ვერ მივიყვანეთ და საბოლოოდ ამას ჩვენთვის არაფერი კარგი არ მოაქვს. თუ ეს მომენტი შენთვის ნაცნობია, აი 3 რამ, რაც შეგიძლია რომ გააკეთო. პირველი, დაიწყე პატარა საქმეებიდან. აირჩიე ერთი რამ, რაც დიდი ხანია მიატოვე, მაგრამ იცი რომ აუცილებლად უნდა დაასრულო და უბრალოდ დაასრულე. საკუთარ თავს უთხარი, რომ დღეს მთელი ყურადღება ამაზე გექნება გადატანილი. დაიზრუნე, რომ ეგ საქმე ბოლომდე მიიყვანო. მეორე, გადაახარისხე საქმეები. თუ რამე აღარ გჭირდება, თუ რაიმე საქმე ქონდა, რომელსაც აღარ აპირებ გაკეთებას, ან ამ საქმეზე პასუხისმგებლობა სხვა ადამიანმა აიღო, უბრალოდ გადაწყვიტე, რომ მასზე ფიქრი უნდა შეწყვიტო. საკუთარ თავს უთხარი, მორჩა, მე ამაზე აღარ ვიფიქრებ. ასევე თუ გაქვს რაიმე საქმე, რომელსაც ზაფხულამდე მაინც ვერ გააკეთებ, უბრალოდ საკუთარ თავს უთხარი, რომ ამაზე ზაფხულში იფიქრებ და ახლა არა, რადგან ახლა რომ ვიფიქრო, მაინც ვერაფერს შევცვლი. ეს საქმე ხომ ზაფხულში უნდა გაკეთდეს. ეს მუშაობს უმეტესი ადამიანისთვის და მინდა რომ სცადო. ფიქრები აღარ წაგართმევს იმ ენერგიას, რაც ამ საქმეზე ფიქრს უთმობდი. და მესამე, თუ ბევრი საქმე გაქვს, შეგიძლია შექმნას სიები. და ყველაფერი გადაანაწილო, 2 შაბათს ამას გავაკეთებ, 5 შაბათს ამას გავაკეთებ, ზაფხულში ამას და ასე შემდეგ. სხვადასხვა ამ ტექნიკას ბევრი წარმატებული ადამიანი იყენებს. მეორე ჩვევა არის ისწავლო არას თქმა. დაბადებიდან ერთ-ერთი ძვირფასი რამ, რაც გააქვს, ეს შენი დროა, მაგრამ ხშირად ჩვენ სხვების თხოვნაზე კი ვამბობთ. მიუხედავად იმისა, რომ ეს არ გვინდა. გიფიქრი ამაზე, რატომ ვამბობთ რაღაცებზე კის, როცა სინამდვილეში ამ რაღაცის გაკეთება საერთოდ არ გვინდა. მიზეზი, რატომაც ამბობ შენ კის არას ნაცვლად, არის რომ როდესაც ადამიანი თხოვნით მოდის შენთან, შენ არ გინდა რომ მას აწყენინო, არ გინდა რომ უხეშად გამოჩნდეს შენი უარი. ან თუ ახალი გაცნობილი გყავს ეგ ადამიანი, გინდა რომ მოეწონო და გინდა რომ კარგი თავეჭდილება დატოვო მასზე. მაგრამ სამწუხაროდ აქ შენ ყიდი შენს თავს, შენ რეალურ მეს ყიდი, რადგან გურწფელი არასთქმა ყოველთვის ჯობია, ვიდრე დათანხმდე იმ საქმეს, რომლის გაკეთებაც საერთოდ არ გინდა. და როგორ უნდა ასწავლო საკუთარ თავს არასთქმა? პირველი, გაიაზრე შენი პრიორიტეტები. სანამ რამეზე დათანხმდები, კითხე საკუთარ თავს. ეს ჩემთვის ნამდვილად მნიშვნელოვანია? რამდენად გურწფელი ვარ საკუთარ თავთან? ნამდვილად მინდა რომ ჩემი დრო ამ ადამიანს დაუთმო? ამ საქმეს დაუთმო? მეორე, იყავი მკაფიო. გახსოვდეს რომ არა არ ნიშნავს უხეშობას. შეგიძლია თქვა მაპატიე, მაგრამ ამ ეტაპზე ვერ მოვახერხებ. თუ ადამიანი გაფასებს, მაშინ შენს უარს მიიღებს. მაგრამ თუ ადამიანს შენი უარი ეწყინა, ეს უფრო უნდა დაიკიდო, რადგან თუ მართლა ეწყინა, სავარაუდოდ ეგ ადამიანი თვლის, რომ მისი დრო უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე შენი. იმედია ხვდები და იაზრებ აქ რასაც ვამბობ. გახსოვდეს რომ თუ ყოველთვის კის ამბობ, შენს ცხოვრებას სხვები აკონტროლებენ. ისწავლე არას თქმა და შენი გრძნობ როგორ იზრდება შენი შინაგანი თავისუფლება. მესამე ჩვევა არის ინფორმაციის აქტიური გამოყენება. ბევრი კითხულობს წიგნებს, usmens პოდკასტებს, უყურებს სამოტივაციო ვიდეოებს, მაგრამ რეალურად ცხოვრებაში არაფერს ცვლის. რატომ? კარგად დაიმახსოვრე, რასაც ახლა ვიტყვი.
იმიტომ რომ ცოდნა მხოლოდ მაშინ ფასობს, როცა მას პრაქტიკაში იყენებ. ძირითადი შეცდომები, რასაც ადამიანები უშვებენ, არის რომ უბრალოდ ინფორმაციას იღებენ, მაგრამ არ მოქმედებენ. ელოდებიან იდეალურ მომენტს და ელოდებიან ზოგჯერ მთელი ცხოვრება, სიკვდილამდე. ვერ იაზრებენ, რომ იდეალური მომენტი სწორედ ახლა და ზოგი ფიქრობს, რომ თეორიული ცოდნა საკმარისია. და როგორ უნდა შეცვალო ეს? გამოიყენე ორდღიანი წესი. როდესაც რაღაც ახალს მოისმენ, სცადე რომ ეს 2 დღეში მაინც გამოიყენო. წერე შენიშვნები და დაუბრუნდი მას. გააკეთე ჩანაწერები. შეთვის მნიშვნელოვან საკითხზე ყოველთვის ერთი ჩანაწერი მაინც გააკეთე. როდესაც კითხულობ წიგნს და რაღაც ისეც გაიაზრებ, ან წაიკითხავ, რომელზეც აქამდე არასდროს გიფიქრია, მაშინვე ამოიწერე, ფურცელზე ან კომპიუტერში ჩაწერე. თუ არა მოიწერ, 1 კვირა, მაქსიმუმ 1 თვე და უკვე აღარ გემახსოვრება. მახსოვს, როდესაც ვიწყებდი პერსონალურ განვითარებას, ვუყურებდი ვიდეოებს და არა მარტო ერთ წინადადებას, არამედ მთლიან ვიდეოს ვიწერდი ხოლმე. 1 საათიანი ვიდეოები მაქვს ამოწერილი. ახლაც კი მაქვს ეგ ფაილები კომპიუტერში შენახული. და მახსოვს, რომ როდესაც ვიწერდი, ყველაფერი საოცრად მომახსოვრდებოდა და მე მარტივად ვიყენებდი რაღაცებს პრაქტიკაში. ასევე მაქვს კომპიუტერში ფაილი, რომელიც წიგნებიდან მნიშვნელოვანი ციტატები მიწერია. გახსოვდეს, რომ ცოდნა უძლურია ქმედების გარეშე. სანამ მოქმედებაზე არ გადახვალ, ვერ გაიგებ, რა შეგიძლია შეცვალო. მეოთხე ჩვევა. ემოციების მართვის უნარი. ყველაზე ძლიერი ადამიანები ისინი არ არიან, ვისაც პრობლემები არ აქვთ. არამედ ისინი, ვინც ემოციებს სწორედ მართავენ. რა ხდება მაშინ, როცა ემოციები გვაკონტროლებს? ნანობთ გადამეტებულ რეაქციას. როდესაც ემოციები გაკონტროლებს, შენი ქმედებები სრულიად გაუცნობიერებელია. და რაღაც დროის მერე, როდესაც დამშვიდდები, შენ ნანობ შენს ქმედებებს. ასევე სტრესის გამო არასწორ გადაწყვეტილებებს იღებ და მარტივად კარგავ мотивაციას. და როგორ უნდა ისწავლო ემოციების მართვა? პირველი, შეამჩნიე ემოციები. შემდეგ ჯერზე, როდესაც გაბრაზდები ან რაიმეზე ინერვიულებ, უბრალოდ გაჩერდი და დაფიქრდი, რას გრძნობ ახლა და რატომ გრძნობ ამას. სწორედ გამოხატე ემოციები. თუ გაღიზიანებული ხარ, არ დაუშვა, რომ შენმა ემოციებმა მართონ შენი ქმედებები. ამის ნაცვლად იპოვე ჯანსაღი გზა. მაგალითად, სწორი ფორმულირება, კომუნიკაცია და თუ გჭირდება სუნთქვითი ვარჯიშებიც. როცა ცუდი ფიქრები გაწუხებს, კითხე საკუთარ თავს, მართლა ასეა? ეს კითხვა იმიტომ უნდა დასვა, რომ ზოგჯერ შენი გონება წარმოიდგეს წარმოსახავს ისეთ რეალობას, რომელიც არ არის რეალური და დამყარებულია მხოლოდ ნეგატიურზე. ეს ყველაფერი ვფიქრობ დაგეხმარება, მაგრამ ემოციების მართვა არის ძალიან დიდი თემა და ძალიან ბევრია სამუშაო ამაზე. უყურე ვიდეოებს, წაიკითხე ამაზე წიგნები და ასევე მე გადავიღებ მომავალში ამაზე ვიდეოს და გაგიზიარებ თუ როგორ შეგვიძლია ვმართოთ ჩვენი ემოციები. ეგ კი იქნება ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ვიდეო, რაც ჩემს არხზე დაიდება. ასე რომ გამოიწერე ჩემი არხი. ემოციების კონტროლი ნიშნავს შინაგანი ძალის განვითარებას და როცა ამას სწავლობ, შენს ცხოვრებას სულ სხვა თვალით დაინახავ. მეხუთე და ყველაზე მნიშვნელოვანი. შეიძლება აქ ისე მნიშვნელოვანი არ გამოჩნდეს, მაგრამ შენ თუ ამას დანერგავ, შენი ცხოვრება მთლიანად შეიცვლება. ყველაზე სწრაფი გზა წარმატებისკენ საკუთარი თავის ანალიზია. თუ არ იცი სათხარ და რა გინდა, როგორ უნდა განავითარო შენი ცხოვრება. ასე რომ, ყოველ დღე დაუსვი შენს თავს შეკითხვა. პირველი, დღეს რა გავაკეთე სწორად. მეორე, რა შემეძლო გამეკეთებინა უკეთესად. მესამე, რა ვისწავლე დღევანდელი დღიდან და შეგიძლია მოიფიქრო თვითანალიზის კითხვები. როცა ამას ყოველდღურად აკეთებ, უფრო სწრაფად იზრდები. ხედავ საკუთარი თავის პროგრესს და იღებ უკეთეს გადაწყვეტილებებს. რაც ვილაპარაკე, ყველაფერი მესმის, რომ ზოგი ადამიანისთვის ძალიან რთული შეიძლება იყოს. არც ჩემთვის არის მარტივი, მაგრამ ეს ანალიზი უკვე ავტომატურად მაქვს გონებაში ჩართული. ყოველი დაძინებისას თითქოს ავტომატურად ვამოწმებ ჩემს თავს. არის ხოლმე მომენტები, რომ მეზარება, არ მინდა საქმის გაკეთება, მინდა საქმე გადავდო და ასე შემდეგ. მაგრამ ყოველთვის ვფიქრობ, რა მინდა ცხოვრებაში. თუ გაქვს სურვილი, რომ იყო ძლიერი და ყოველდღიურად ანვითარებდე საკუთარ თავს, ვიცი რომ გამოგივა. ისიც ვიცი რომ შეგიძლია. ვიცი შენი შესაძლებლობები. არასდროს დანებდე. იმოძრავე წინ და შექმნე ისეთი ცხოვრება, როგორც გინდა.
ეს იყო ხუთი ჩვევა, რომელიც რეალურად ცვლის ცხოვრებას. თლად არც ჩვევა იყო მესმის, მაგრამ საინტერესო ვიდეო გამოვიდა ვფიქრობ. ამ ხუთიდან რას შეცვლიდი დღესვე? ან რა გინდა რომ შეცვალო? ან რა შეცვალე უკვე? ეგ ყველაფერი დაწერე კომენტარებში. და არ დაგავიწყდეს გამოიწერო არხი მომავალი ვიდეოსთვის. ხოლო თუ გინდა პირადად ერთ-ერთზე სესების მეშვეობით დაამუშავო საკუთარი თავი, მაშინ შეგიძლია მომწერო პირადში. დროებით და მალე შევხვდებით.